განათლებულ დაკვლევით დაწესებულებებს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებს და კვლევით პროექტებს გავრცელებული განცხადებით არანაირი საფრთხე არ ექმნება. ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას. მისი თქმით, ეს მხოლოდ გერმანიისა და საქართველოს განათლების სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შეჩერებას ეხება. ცნობისთვის საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება. საქართველოსთან თუმცა ამჯამინდელ დაფინანსებებს, მათ შორის სასტიპენდიო პროგრამებს, ეს ჯერ არ შეხებია. განცხადება არ ვრცელდება სტუდენტებზე, მკვლევარებზე და არც საერთაშორისო პროგრამებზე, სასტიპენდიო პროგრამებზე. დღეს ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება ვრცელდება მხოლოდ ორ სამინისტროს შორის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანულის ფედერალური განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას ეხება მხოლოდ. მოულოდნელი არის, რომ ადამიანმა გერმანიის განათლებისა და კვლევის მინისტრმა მის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო იმისთვის, რომ ჯერ არც კი დაწყებული რაღაც სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის რაღაცნაირი პოლიტიკური მის მიერ დატოვებული გარკვეულწილად მემკვიდრეობა, რომელიც მან ასე ვთქვათ ახალ არჩეულ მთავრობას დაუტოვა, რომელსაც ვფიქრობ, რომ ცალსახად დისონანსის შემოტანის მიზანი აქვს.